სანაია სტუდია დღის 4-ზე. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ სანაია სტუდიას და დღეს ჩვენ თბილისის მერიაში მიმდინარე ცვლილებებზე ვისაუბრებთ. თბილისის მერიაში არ ახალია ცვლილებები და დღეს უბრალოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი გაგრძელებაა იმ პროცესების, რაც კარგახანია მიმდინარეობს დედაქალაქის მთავრობაში. ქართულ ჯგუფიდან ვიცე-მერად გიორგი ილილუაშვილის გადმოსვლიდან დაახლოებით 1 თვეში ალექსანდრე მარგიშვილს სამსახური გაუუქმეს და ოპტიმიზაცია პირდაპირ იმ სხდომაზე გამოაცხადეს, რომელსაც თავად მარგიშვილიც ესწრებოდა. ასევე ცვლილებები შეეხება აიპებსა და სიპებს, როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა და მის ციტატას წაგიკითხავთ. შარშან ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ უკეთ გაგვიანალიზებინა და შეგვეფასებინა თუ როგორი მმართველობა სჭირდება ქალაქს და გვესახა და შეგვემუშავებინა ის მთავარი პრინციპები და მიდგომა, რაც დედაქალაქის მთავრობას უფრო მეტად ეფექტურს გახდის. მაქსიმალურად უნდა იქნეს შემცირებული ადმინისტრაციული ხარჯები, რათა მოხდეს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაცია. დედაქალაქის ბიუჯეტი კიდევ უფრო ეფექტურად მოხმარდეს თბილისს და თითოეული თბილისელის კეთილდღეობას, განაცხადა დავით ნარმანიამ. დღეს ამ თემაზე სასაუბრო ჩვენთან სტუმრად არიან საკრებულოს წევრები ირაკლი ნადირაძე და სოსო მანჯავიძე. მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ოდნავ მოგვიანებით გულიკო ზუმბაძე, ასევე საკრებულოს წევრი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ბატონ სოსო, თქვენ დაგისვამთ პირველ შეკითხვას. გაქვთ თუ არა მკაფიო პასუხი, რას შეეწირა ალექსანდრე მარგიშვილის თანამდებობა და მთლიანად მისი სამსახური, რომელიც უქმდება? მოდით ასე ვთქვათ, აქ ცოტა პიროვნული საკითხები გადავდოთ გვერდზე დროებით. თუმცა საერთოდ ახლა არასდროს არ არის პიროვნული საკითხი, მთლიანად გამიჯნული ინსტიტუციონალურისგან, ხო? საქმე ეხება იმას, რომ ეკოპოლიტიკის სამსახურს უნდა შეუერთდეს ახლად შექმნილი მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, ხო? და ასე უნდა შეუერთდეს ეკოპოლიტიკის სამსახურს, შეერწყას ტექნოლოგიური განვითარების ფონდი. ახლა ეს არის მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც მან უნდა შეათანხმონ ასევე საკრებულოსთან მოგეხსენებათ. რაც შეეხება საკუთრივ ახლა ამ საკითხს. ჯერ ერთი, მოდით ასე ვთქვათ, კარგად უნდა დასაბუთდეს მაშინ რატომ შეიქმნა ეს ცენტრი, ანუ რა მოტივი ამოძრავებდა მერიას, როცა ამ ვერ გაამართლა თუ რა მოხდა შემდეგ, ხო, ამას ახსნა სჭირდება. ახსნა სჭირდება, რა თქმა უნდა, ახლა იმაზე საუბარი მხოლოდ რომ ახლა ოპტიმიზაცია ხდება და ამიტომ გავაუქმეთ, კითხვებზე პასუხს ვერ გვცემს, ხო? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნის დასაბუთება იყო შემდეგი. მოგეხსენებათ, ამ ცენტრმა სამი პრეზენტაცია მოაწყო. დასაბუთება იყო იმის, რომ ქალაქის ამ არსებული ინსტიტუციის ფარგლებში ვერ ხერხდება მაგალითად ისეთი ღონისძიებების გატარება, როგორც არის ისეთი აუცილებელი ეკონომიკური მოქმედებები, როგორც არის მაგალითად სტარტაპების დაფინანსება. იმ ფარგლებში, რომელშიც მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი პრიორიტეტულად მიიჩნევდა. აი მაგალითად საუბარი იყო სახალხო რეწვის ხელშეწყობაზე, მოგეხსენებათ, გიდების პროგრამა წარმოადგინა, ასევე ანუ ტურიზმისთვის ხელშეწყობის პროგრამა წარმოადგინა ბატონმა მარგიშვილმა სულ 2 თვის წინ. საუბარი იყო იმაზე, რომ სტარტაპები უნდა დაფინანსებულიყო, ანუ იმ შემთხვევაში თუ ადამიანი შესაბამის უნარჩვევებს ფლობდა და იდეა იყო მისაღები, მას აჭირდებოდა საბანკო გარანტიები. შეეხიდებოდა ასე ვთქვათ ფინანსურად. დიახ, თვითონ ეს იდეა კარგია. ახლა რამდენად აუცილებელი იყო დაუშვათ ამ იდეის განხორციელებისთვის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის შექმნა ცალკე ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და ეს მეორე საკითხი. რჩებოდა შტაბ-ეშტილება თავიდანვე, რომ ეს სწორედ მარგიშვილისთვის შეიქმნა, სწორედ პიროვნებას მოერგო ცენტრი და არა centrს პიროვნება, ასე ვთქვათ. ნუ ხო, თუ ეს ასე იყო, ხდება უკვე პროცესი. მოდით ასე ვთქვათ და ეს ცუდი არ არის. მეორეს მხრივ, ხო, მე ეს საკითხი დავსვი, ხომ, რა საჭირო იყო დაუშვათ იმ მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის თუ ის არ იყო დასაბუთებული და ზუსტად არ ჰქონდათ ხედვა რისთვის არსებობდა ეს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი, მაშინ რა საჭირო იყო საბიუჯეტო სახსრების, საბიუჯეტო სახსრების ენერგიის და დროის ხარჯვა.
ხო? ახლა მეორე საკითხია დაუშვათ ის ინტელექტუალური ნაწილი შრომისა, რომელიც გასწიეს იქ და შეიმუშავეს ძალიან საინტერესო პროგრამები. ხოშეთ ის არ უნდა დაიკარგოს, არ უნდა გადაყვეს. ახლა ჩვენთან როგორ ხდება აი ესეთ ცვლილებებს ეწირება ხოლმე, იდეებიც ეწირება და საქმეც ეწირება სამწუხაროდ. ეს ასე არ უნდა მოხდეს. და ამის გარდა რაც თავარია, რა მე მინდა ვთქვა, ახლა ეს ერთი საკითხია დაუშვათ ეს გადანაცვლებები და მეორე საკითხია საქმე. მე მაგალითად კატეგორიულად როგორ გითხრათ, არა ვარ მომხრე იმ პრიორიტეტების, რომლითაც იგეგმება ბიუჯეტი. კი ბატონო, ჩვენ ამას შევეხებით, მანამდე ბატონ სწორედ ამას ეხება ზუსტად და მინდა ვთქვა. პრიორიტეტებზე ჩვენ ვისაუბრებთ, მანამდე ბატონ ირაკლის მინდა მივცე სიტყვა. საერთოდ აი რა პროცესია ის, რაც მერიაში მიდის და არაფრით არ დამთავრდა. რჩება შტაბ-ეშტილება, რომ ვერაფრით ვერ დაალაგდა დედაქალაქის მთავრობაში ვითარება სტრუქტურულად, ინსტიტუციურად. აი ეს ყველაფერი რა პროცესია თქვენი შეფასებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმებით თქვენს ძვირფას რადიო მსმენელებს. ფაქტიურად დღეს დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ, ისევე როგორც მთელი თბილისის მთავრობამ, აღიარეს, რომ ნაციონალურ მოძრაობა ვიყავით მართლები, როდესაც შექმნის დღიდან ვაპროტესტებით ჩვენ აღნიშნული ცენტრის შექმნას. ეს იყო ვეუბნეოდით, რომ ეს იყო იქნებოდა მხოლოდ ერთი ადამიანისთვის, კონკრეტულად მარგიშვილისთვის, რომელიც რჩებოდა უმუშევარი და მას შეუქმნეს აღნიშნული სამსახური და მხოლოდ ამ მიზნით ხდებოდა შექმნა და ვეუბნეოდით, რომ ეს იყო წყალში გადაყრილი თანხები, ეს იქნებოდა აბსოლუტურად უუნარო, უმოქმედო ორგანიზაცია და დავით ნარმანიეს მხრიდან დღეს იმის გასაღება, რომ ხდება ოპტიმიზაცია ადმინისტრაციული რესურსების, ეს არის თბილისელებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა და სხვა არაფერი. თუ მას ნამდვილად უნდა ადმინისტრაციული თანხების დაზოგვა და ოპტიმიზაცია, მას უნდა დაეწყო თუნდაც იმით, რომ ის 500 კაცით გაზრდილი შტატები, რომლებიც მას შემდეგ გაიზარდა 500 ერთეულით, რაც დავით ნარმანია ქალაქის მერი გახდა და არაერთი ქართული ოცნების მაღალ ჩინოსნის ახლობელი ნათესავით თუ აქტივისტი იქნა დასაქმებული, ეს გაეუქმებინა. ხელოვნურად დაყოფილი სამსახურები და ასეთი მერიაში რამდენიმეა, რომ ხელოვნურად დაყვეს სამსახური და ერთ-ერთი სამსახურის უფროსი იცით თქვენ, რომ კახი გალაძის ცოლის ძმა იყო და იყოფოდა ხელოვნურად სამსახურები და იქნებოდა თანამდებობები. სწორედ ამ სამსახურების გაერთიანებით დაეწყო ეს ოპტიმიზაცია და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ის 5 მილიონით გაზრდილი პრემიები, დანამატები და ხელფასები, რომლებიც წინა წელთან შედარებით გაზრდილი არის ქალაქ თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში, ამით დაეწყო ოპტიმიზაცია და არა იმით, რომ დღეს განაცხადა ქალაქ თბილისის მთავრობის ხდომაზე, რომ უნდა მოხდეს თბილსერვისის და სინათლის ქალაქის შეერთება სხვა შეპესეებთან ერთად და შეიძლება შეამცირონ თანამშრომლები, რაც ნიშნავს, რომ შეამცირონ შეიძლება მეზობეები, მემანქანეები. ოპტიმიზაცია თქვენ გესმით, როგორც თანამშრომლების შემცირება, ეს გულისხმობს აუცილებლად ამას. მათ შორის, როგორც ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას, მათ შორის თანამშრომლების გაშვებასაც აღნიშნული, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გულისხმობს. ხო, ეს ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით, ანუ დაიწყება თუ არა თანამშრომლების გათავისუფლება. ამას მნიშვნელობა აქვს. რაც შეეხება დღეს მინდა გითხრათ, რომ აქცია იყო გათავისუფლებული თანამშრომლების ქალაქ თბილისის მერიასთან. რაც შეეხება უშუალოდ მარგიშვილის მეწარმეობის ცენტრს, მინდა შევახსენო ჩვენს რადიო მსმენელს, რომ იგი არ შექმნილა რაღაც წლების წინ, ეს იყო შარშან გაზაფხულზე სწორედ დავით ნარმანიას ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, სწორედ დავით ნარმანია ლობირებდა აღნიშნულს და შესაბამისად დღეს ეხლა მადლობა სუელის ვინმეს გარ ეს ადამიანი რომ შექმნა IP, რომელსაც ჰქონდა 1.400.000-იანი ბიუჯეტი შარშან, საიდანაც 950,000 ლარი იყო ამ ადამიანების ხელფასები, 200,000 დაახლოებით იყო ადმინისტრაციული ხარჯები და პროექტებისთვის ხოროდ 200,000 ლარი, რომლის უმეტესობაც ამ ადამიანმა ვერ აითვისეს და ამაში თუ ელიან ისინი საზოგადოების ხარდაჭერას და მადლობის თქმას, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი. ფორმაზე რას გვეტყვით, როგორც რაც შეეხება ფორმაზე როგორც მოხდა ეს. ფაქტია, რომ დავით ნარმანია არ გეგმავდა და არ ჯდებოდა მის გეგმებში აღნიშნული ცენტრის გაუქმება, შესაბამისად, როდესაც შარშან იყო 1.400.000 ლარი ბიუჯეტი და ფაქტიურად ამ ცენტრს არაფერი არ გაუკეთებია, სამი ინიციატივა იყო სულ რაღაც დაწერილი, სამი იდეის დონეზე, კონცეფცია, კი ბატონო, ნებისმიერი არასამთავრობო კონკურსი რო გამოგეცხადებინათ 10 ჯერ და შეიძლება უფრო მეტჯერ იაფად დაეწერა და არ გადაყრილიყო ის 100,000 ლარი, რომელებიც ამ ადამიანების იყო გამოყოფილი. ფაქტია, რომ უორმაგებდნენ და ბიუჯეტში გაორმაგებული იყო ამ ცენტრის დაფინანსება 1.400.000-დან 3 მილიონ ლარამდე და შესაბამისად თუ შენ წინასწარ გეგმავ რომ IP გააუქმო,
მოახდინო მისი რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, შენ ბიუჯეტს არ გაუზრდიდი, ფაქტია რომ აღნიშნული ცვლილებები მოხდა მას შემდეგ, რაც ქალაქ თბილისის მერიაში ქართულ ჯგუფიდან განმოვიდა ბატონი ლილუაშვილი და შესაბამისად იქ დაიწყო საკადრო ცვლილებების მთელი კასკადი. გასაგებია ბატონ სოსო, მე შემთხვევით არ მიხსენებია ჩემს შესავალ სიტყვაში ლილუაშვილის გადმოსვლა მერიაში. სოლომონია, რომელიც მან შეცვალა, მოიაზრებოდა დედაქალაქის მერის კადრად. ახლა კიდევ უფრო დიდი შეკითხვა ჩდება დედაქალაქის მერიაში ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ნარმანიას უფლებამოსილება სად იწყება და სად მთავრდება, იმიტომ რომ მოადგილე, რომელიც მის კადრად მოიაზრებოდა, ის უკვე აღარ არის. პირდაპირ ქართულ ბანკიდან მოვიდა ადამიანი. დიახ. არა მარტო მოადგილე აღარ არის მაგალითად აპარატის უფროსი. ხო. და ფაქტობრივად აღარავინ აღარ არის თითქმის ვინც თავიდან იყო გუნდში. დიდი ნაწილი უბრალოდ ეს არის. ძველ საკითხებს არ შევხებოდი. ხო, არა, დიდი ნაწილი რა, მოდი თქვათ, რომ ის გუნდი, რომელიც მოვიდა, ნარმანიას გუნდი, რომელიც იყო, მოიაზრებოდა ნარმანიას გუნდად, თუმცა ახლა საკითხი თქვენ როგორც დასვით, თლათ ასე ვერ ვიტყვით, რომ დაუშვათ ნარმანია თვითონ ღებულობდა თლათ გადაწყვეტილებებს იმის შესახებ, ვინ იქნებოდა. მაგრამ იქიდანაც კი აღარაფერი დარჩა. ხო, იმ გუნდიდან არაფერი არ დარჩა. ახლა შევხედოთ სიტუაციას ობიექტურად, მოდით, ყოველგვარი პარტიული და წმინდა მართლობითი თვალსაზრისით რა ხდება, ხო? ჯერ ერთი მინდა ვთქვა პირველი, რომ ნებისმიერ დიდი სისტემის მართვაში მოსვლა გულისხმობს გარკვეულ, კომპეტენციაში მოსვლა ადამიანების, როდესაც მას ნიშნავ თანამდებობაზე, გარკვეულ პერიოდს მოიცავს. მათ განსაკუთრებით ახლა თბილისი, რომელიც არის მეგაპოლისია და ურთულესია, თბილისის მართვა უფრო რთულია, ხშირად ვამბობ ხოლმე, ვიდრე მთელი საქართველოს მართვა. ვინაიდან ეს არის ურთულესი ურბანული მეურნეობა ნამდვილად. ამრავი კატასტროფული სოციალური და სხვა ესე ვთქვათ ფენებით. ეს ერთი. აქედან გამომდინარე, ეხლა ჩვენ ესე დავსვათ საკითხი, რამდენად სწორია დაუშვათ კადრების ესე სწრაფი ცვლილება წმინდა ტექნოლოგიურ, წმინდა პრაგმატული თვალსაზრისით. რამდენად მომგებიანია ეს? იმიტომ რომ მართვის თეორიაში საერთოდ არსებობს ასეთი კომპეტენციის ზღვრები. ადამიანი რო დაუშვათ 8 თვის განმავლობაში და 9 თვის განმავლობაში სწავლობს რაღაცას უკვე ხომ? ახლა თლათ უნიჭო თუ არ არის და ამ დროს მას ან თავისუფლად ახალი მოდის იმის ადგილას, მასაც ჭირდება იგივე დრო. სულ რომ დაუშვათ ნაპოლეონი და ის იყოს ბისმარკი ერთად. შესაბამისად, აი ეს ცვლილებები კარგად არ მოქმედებს ზოგადად თბილისის მდგომარეობას, ეს ერთი. მეორე, ახლა ისიც უნდა ვთქვათ, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც იქნა მოყვანილი, არ შეესაბამებოდა თავისი კომპეტენციით იმ თანამდებობებს, რომელსაც სწავლასაც არ ექვემდებარებოდა. უბრალოდ მოდით ვთქვათ, თავიდანვე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და ეს გადაწყვეტილებები ახლა მარტო ნარმანიას ჩამოვკიდებთ, მოდით ასე ვთქვათ, უნდა ვთქვათ ჩვენ ისიც, რომ ობიექტური ვითარებაც ძალიან მძიმე იყო, ვინაიდან ახლა, როდესაც აი ესეთი პოლიტიზირებული გუნდი მიდის, ახლა მოგეხსენებათ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს როგორი პოლიტიზირებული იყო სახელმწიფო აპარატი, მოგეხსენებათ, ეს იყო სრულიად პოლიტიზირებული ვერტიკალი. ახლა სახელმწიფო აპარატის პოლიტიზირება ზოგადად არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლება დაემართოს ქვეყანას და ჩვენ ეს დაგვემართა. ყოველგვარი ახლა ჩემი ოპონენტის მიმართ თუ ჩემი კოლეგის მიმართ არ მინდა რომ ახლა ყველას მობეზდა მგონი ეს ქვების როლი ერთმანეთისთვის, ობიექტურად შევხედოთ. პოლიტიზირებული სახელმწიფო აპარატის შეცვლას სჭირდებოდა ახალმა პოლიტიკურმა გუნდმა იგივე ინერცია დაიწყოთ შეეცადა აი უკმაყოფილების ფონზე მოგეხსენებათ ახლა ოცნება როგორ მოვიდა, ხო? მოვიდა უამრავი დიდი სახალხო გამოსვლების ფონზე, რომელიც იყო ისეთი კაცრი, მძაფრი პოლიტიკური ბრძოლა იყო გადასული ძალადობაში, ასე ვთქვათ. გვახსოვს, ხო? დაჭერებით და ასე შემდეგ. შესაბამისად ის ხალხი ითხოვდა დასაქმებას, აი ეს სრული, აი ესეთი აქეთ მხარეს კიდე ყველა არ იყო პოლიტიზირებული, ან დაიძულებული იყო და აი ამ ფონზე აირია ძალიან სიტუაცია და მე მაგალითად ახლა კიდე უარი სცენარებსაც ველოდებოდი მაგალითად ვიდრე ეხლა გვაქვს. მოგცემთ შესაძლებლობას შევხედოთ ამას რეალურად. გააგრძელოთ თქვენი აზრი და მანამდე ჩავრთავთ გულიკო ზუმბაძეს, რომელიც პირდაპირ ეთერშია. ქალბატონ გულიკო, მოგესალმებით, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მენელს. მოდით თქვენი შეფასება გითხარით იმაზე, რაც დღეს დედაქალაქის მერისგან მოისმინეთ, ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, ერთი კონკრეტული
სამსახურის გარშემო, მარგიშვილის სამსახურს გულისხმობთ, როგორც განვითარდა მოვლენები. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ეს გადაწყვეტილებები სწორია, რაც დღეს მერმა გამოაცხადა? დიახ. თავით ვაცხადებ, რომ სწორი გადაწყვეტილება ნამდვილად და ამით ძალიან კარგი ეტაპი დაიწყო თბილისის მერიაში, ძალიან სერიოზული გადაწყვეტილება, ორი სამსახური ერთიანდება, მეწარმოებების ხელშეწყობის ცენტრ ტექნოლოგიური განვითარების ფონდის ლიკვიდაცია ხდება და ხდება შერწყმა, ანუ ეკონომიკური სამსახურის ბლოკთან და ეს არის სწორი. ამას აქვს თავისი დადებითი შედეგები, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, ფინანსების დაზოგვა და რაც მთავარია, დაახლოებით 2 მილიონი ლარის დანაზოგი მოხდება წლის განმავლობაში. გარდა მაგისა, არც ერთი პროექტი, რომელიცაც ახორციელებდა ეს ორივე უწყება, არ იქნება ლიკვიდირებული, იქნება გადმოსული ერთიან სამსახურში და ეს პროექტები გააგრძელებს სიცოცხლეს და ცხოვრებას, როგორც იყო დაგეგმილი. თავიდან იყო შეცდომა ამ ორი უწყების ცალკე გამოტანა და ეს იყო არასწორი, ამაზეც მეც და ჩემს კოლეგებს, ზოგიერთ ჩემს კოლეგებს ჰქონდა უარყოფითი დამოკიდებულება. ეხლა მოხდა ამ შეცდომის გამოსწორება, რა თქმა უნდა, გაუკეთდა ალბათ ანალიზი და ვფიქრობ, რომ ახალმა კადრებმა გულისხმობ ახალ მოადგილეებს თბილისის მერიაში განაპირობა, რომ ასეთი სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული და დაიწყო ის თანხა, რაც ამ 11 თვის განმავლობაში დაიხარჯა, ის ენერგია, ის სამუშაო ყველაფერი წყალშია გადაყრილი, ასე გამოდის? კი ბატონო, ლოგიკური კითხვა, ამ ორმა უწყებამ, ამ ორმა ორგანიზაციებმა, რა თქმა უნდა, თავმოუკიდებლობის ფარგლებში იმუშავეს, კონკრეტული პრიორიტეტები შეიმუშავეს და დაიწყო კიდეც კონკრეტული პროგრამების განხორციელება, მაგალითად, მეწარმოებების ხელშეწყობის ცენტრს 3 პრიორიტეტი ჰქონდა, ერთი იყო ტურიზმი, კიდევ მეწარმოებების ხელშეწყობა, ხელნაკეთი მეწარმოებების ხელშეწყობა და ასევე ჯანმრთელობის გამოჯანსაღებელი ღონისძიებების დაფინანსება. ანუ გარკვეულწილად პრიორიტეტები აირჩია, მოხდა პრეზენტაცია ამისა, ამ პროექტების განხორციელება. ანუ გარკვეული სამუშაოები შეასრულა. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა თუ იგივე სამუშაოები შეასრულებდა ერთი სამსახური და არ იქნებოდა ეზე მეტად გაღებული ხარჯები. აი, ბევრი ადამიანი ამბობდა. თავარი რა არის, თავარი რა არის? თავარია ის, რომ დროულად იყო ანალიზი გაკეთებული და გამოსწორდა შეცდომა, ვფიქრობ, რომ ეს იყო შეცდომა, გამოსწორდა შეცდომა და არც ისე დამღუპელი შეცდომა ხაზი მინდა გაუსვა და ეხლა ხდება ამ პროექტების ასახვა ერთ კონკრეტულ ქალბატონ გულიკო, აი, რამდენად დროული იყო ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა, 11 თვე ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ბევრი იყოს, ვიღაცისთვის შეიძლება ძალიან ცოტა, როდესაც ლაპარაკი გვაქვს ჩვენი გადასახადებით გადახდილ ფულზე, ხო? აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვინ იღებს ამაზე პასუხისგებლობას? დღეს ჩვენ მერის განცხადებაში არ გვინახავს, რომ ის რაიმე პასუხისგებლობას იღებს ამ საკითხს. პასუხისმგებლობის ნაწილში დაგეთანხმებით, ჩვენ ყველას უნდა გქონდეს იმისი გამბედაობა, რომ გვეყოს თქვათ, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება იყო არასწორი და ჩვენ გამოვასწორეთ ეს შეცდომა, ვიდრე რომ გავაგრძელოთ შეცდომის ასე ვთქვათ პროცესი და არასდროს არ ვაღიაროთ ეს. ანუ ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობა რა თქმა უნდა ეს საჩენს სწორედ შეკითხვას, რამდენად იყო მერიამაც და საკრებულომაც დაამტკიცა. დიახ, ეს საჩენს იმ შეკითხვას, რომელიც ახალი არ არის, რამდენად იყო ეს ნარმანიას გადაწყვეტილება და არის თუ არა ის პირველი პირი დღეს მერიაში გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. ლილუაშვილის იქ დანიშნულმაც გააჩინა ეს შეკითხვები. თქვენ გააქვთ მსგავსი, ასე ვთქვათ, შეკითხვები, ეჭვები თუ შეიძლება რომ ნარმანია მართავს მერიას თუ სხვა ვინმე? ბატონობა, ხო, ეს ცლება რო არ გახორციელებული იყო, საკითხი ასე არ დადგებოდა, ხო? ცლება გახორციელდა, ამიტომ წამოიჭრა ახლა პასუხისმგებლობის საკითხი. პასუხისმგებლობა თუ მძიმე იქნებოდა, რომ არ გახორციელებული იყო ეს ცვლილებები და ეს რეფორმები. ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება. ალო? დიახ, და ერთ შეკითხვას დაგისვამთ ბოლოს. ერთი მინდა დავამატო, რომ აქ არ არის ნახსენები დღევანდელ მთავრობის თომაზე, არ იყო საუბარი იმაზე, რომ უქმდება, ასევე როგორც გავიგე, თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი.
აი ამ ნაწილში კიდე არ დავეთანხმებოდი ბატონ დავით ნარმანიას და არცფრისის მთავრობას, ვინაიდან ეს ამ ცენტრის არსებობა და ფუნქციონირება ძალიან მნიშვნელოვანია იგივე ჩვენი ევროპული ღირებულებების გამტკიცებისთვის, ევროინტეგრაციის გზაზე და ამ კონკრეტულად ამ ცენტრს, თბილისის ახალგაზრდულ ევროპულ ცენტრს ჭირდებოდა კიდევ უფრო გამტკიცება, მეტი მხარში ამოდგომა, რათა უფრო მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელებინა. იმ მასშტაბით აჩვენის პრიორიტეტია ქვეყნის პრიორიტეტია. ერთი შეკითხვა მინდა ბოლოს დაგისვათ, ვიდრე დავასრულებ თქვენთან საუბარს. ოპტიმიზაცია, აი ამ სიტყვის შინაარსზე მინდა გკითხოთ. მოსალოდნელია თუ არა ოპტიმიზაციის შედეგად ის, რომ ადამიანები დაკარგავენ სამსახურებს. აი ჩვენ ახლა გვისმენენ რადიო მსმენელები, მათ შორის შეიძლება ისინი, რომლებიც სიპებში, აიპებში არიან დასაქმებული. მათ შეეხება თუ არა შემცირება? როცა აკეთებ რეორგანიზაციას, კიდეც უნდა გათვალო იმ ადამიანების ბედი, ვისაც ეს შეეხება. ეს სისტემა ზოგადად არ ფუნქციონირებს და უნდა ფუნქციონირებს. ანუ იმ ადამიანები, რომლებიც დასაქმებულნი იყო, უნდა მოენახოთ ალტერნატიული სამუშაო წყაროები. ეს იქნება მათი უფლებების დაცვა. კარგი, დიდი მადლობა. ეს იყო გულიკო ზუმბაძე, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო. ნუ ისეთი პირი უჩანს, რომ სავარაუდოდ ადამიანების გათავისუფლებამდე შეიძლება მივიდეს საქმე. ჩვენ ცოტა რეალისტები უნდა ვიყოთ, საერთოდ განთავისუფლება და ყოველთვის მიდის საუბარი იმაზე, რომ ბავშვოთ მიყვავს ეს ადამიანის ბოროტნებამდე და სინამდვილეში სახსრების ნაკლებობა უზარმაზარი სახსრების მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ ეკონომიკური კრიზისის პირობებში ვცხოვრობთ, ესეც უნდა ვაღიაროთ. კატასტროფულად შემცირდა ახლა როგორ იყო საქართველოს ეკონომიკა აწყობილი. ძირითადი ფული რაც ბრუნავდა წლების განმავლობაში, ეს იყო გზავნილები რუსეთიდან, საბერძნეთიდან და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა სერიოზულად და იმ ქვეყნებში, უკრაინიდან მათ შორის, რა თქმა უნდა, ფაქტობრივად ჩვენ როგორ ცხოვრობდით ტყვეთასყიდვით ბოლო 2 საუკუნე, ისე ცხოვრობდით ჩვენი თანამოქალაქეების მიერ გაყიდული თავისი უნარჩვევებით და თავის შრომით ცხოვრობდა ნახევარი საქართველო, ესე არ იყო, უნდა ვთქვათ. უფრო მეტი თანხა შემოდიოდა იქიდან, ვიდრე ვთქვათ სოფლის მეურნეობა აწარმოებდა. რა თქმა უნდა, მილიარდ ნახევრამდე შემოდიოდა და სხვადასხვა მონაცემებით და თანაც შემოდიოდა, კიდე აღურიცხავი ცხოვრებული შემოდიოდა, მოდით ასე ვთქვათ და კიდე გარდა ამისა, იქ ამდიდრებული ქართველები დაუშვით იგივე რუსეთი იქნებოდა თუ საბერძნეთი, ნუ ძირითადად რუსეთ უკრაინაში დიდ სახსრებსაც ხარჯავდნენ იგივე ქველმოქმედებაში, ესე იყო. ახლა იქ არის საშინელი კრიზისი, ომები მძვინვარებს ჩვენ გარშემო, დაიკლო ამ ნაღდი ფულის გადმორიცხვამ, რომელიც ტრიალებდა და თუ დააკვირდებით ლარის კურსის ცვალებადობა პარადოქსალურად ემთხვევა გადმორიცხული ფულის პროცენტს. ანუ რამდენიც დაიკლო, იმდენით აიწია ზუსტად ლარმა. გავლენას ახდენს. გავლენას კი პირდაპირ პროპორციულ გავლენას ახდენს. ახლა როგორი ეკონომიკური ეკვილიბრისტიკაც არ უნდა გამოიგონონ, ზუსტად ამაშია სინამდვილეში საქმე. არაფერი არ კეთდებოდა წლების განმავლობაში არაფერი არ კეთდებოდა და ამ 3 წელიწადში ბევრი დრო დაიკარგა და კიდევ კვლავ ინერციას ვაგზელებთ, რომ პრიორიტეტები შეცვლილიყო. სანამ მქონდა ამის სახსრები. ჩვენ გვაქვს რეკლამის დრო და პრიორიტეტებზე საუბრით უნდა განვაგრძოთ, მანამდე 1-2 წუთი კიდევ არის რეკლამაზე გასვლამდე და აი მე გამოთქმედებას გამოვიხმაურე. კი ბატონო და ამაზე მინდა გამცეთ პასუხი, ვინ მართავს დღეს დედაქალაქის მერიას, ეს საკითხი ძალიან აქტუალურია ამ წუთას და შემდეგ იმაზე რა გიცნობთ. დედაქალაქის მერიასაც და ამ ქვეყანასაც სამწუხაროდ მართავს ბიძინა ივანიშვილი, მისი სხვადასხვა ადამიანების დახმარებით, იქნება ეს ქართული ოცნება, იქნება ეს ქართული ჯგუფი თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფაქტია, რომ დღეს ამ ქვეყანაში ყველაფრის პატრონი არის მხოლოდ ერთი ადამიანი. და მის გარეშე ფაქტიურად არაფერი არ ხდება ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რამდენიმე წინადადებას მინდა გამოვეხმაურო, ძალიან კარგია რომ ქალბატონმა გულიკომ აღიარო, რომ ეს იყო შეცდომა და არ ცდილობს დავით ნარმანიასავით ეს რაღაცა ოპტიმიზაციად შეფუთოს, თუმცა ეს შეცდომა ძალიან კარგი კითხვა დასვით. რა თქმა უნდა, ღირგდა თანხები და ეს იყო კიდევ ერთხელ ვეძახი 100,000-ობით გადაყრილი ლარი და კიდევ მილიონობით ლარზე იყო საუბარი, ხომ? ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღონ ამ ადამიანებმა და უნდა თქვან, რომ დიახ, ეს იყო შეცდომა და ვიღაცამ ამაზე პასუხი აგოს. იმიტომ რომ ეს ადამიანები იღებდნენ არა
მაგალითად 100 ლარს და 200 ლარს და ასე შემდეგ, იგივე ბატონი მარგიშვილი იღებდა 5000-400 ლარს ყოველთვიურად, ეს არ არის პატარა თანხები და იყო ასევე ევროპული ახალგაზრდული ცენტრზე ლაპარაკი, რომელსაც ასევე გათავისუფლებული მერის ყოფილი მოადგილე ბატონი არლუდა გოგლიჩიძე ლაპარაკობს, ზუსტად ანალოგიურად მსგავსი ხელფასები აქვს იქ და ეს ადამიანების ერთი პროექტი გაგიგია თქვენ ევროპული ახალგაზრდული ცენტრის მიერ განხორციელებული რომელიმე პროექტი, თორემ ასაკურველია ევროპული გზა, ევროპული მიმართულება, ლაპარაკია იმაზე, რომ იყო მერიაში და არსებობს სამსახურები, რომლებიც ამ ფუნქციას შეითავსებენ და თავისუფლად შეძლოთ გაეკეთებინათ, უბრალოდ ამ ადამიანებისთვის რაღაც სასათბურე პირობები არ აიღო და არაფერს კეთებაში. ნახეთ, ერთი არის რომ ვთქვათ შეცდომები იქნა დაშვებული, ამ გულიკო ზუმბაძემაც სწორედ ეს თქვა, მაგრამ მეორე მხრივ ახლა რასაც თქვენ ამბობთ, ანუ პროცესი რაც მიდის, დადებითი პროცესი გამოდის. პროცესი თავისთავად ოპტიმიზაცია არის ძალზე დადებითი სიტყვა, არ შეიძლება რაღაც უარყოფით კონტექსტში იქნას აქნული. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიძახით, რომ შექმნის დღიდანვე ვაპროტესტებთ და ვითხოვდით ამ ცენტრის გაუქმებას. კარგია რომ აღიარეს შეცდომები და ხდება ოპტიმიზაცია, ოღონდ ისე არ უნდა გადაიჭრან ახლა მაგალითად რამდენიმე ისეთი სიპის და IP-ის გაერთიანებას ცდილობენ, რომ საერთოდ ჩამოშალონ მერიის სტრუქტურები და საერთოდ ისე გადაებას ეს მერიის სტრუქტურები, რომ ვეღარ გაერკვეს ვერც ადამიანები და ვერც თვითონ ვის მიმართონ, რა მიმართონ და კი ბატონო, აი თქვენ ამბობთ რომ ივანიშვილი მართავსო, ამ შემთხვევაში მოდით პიროვნებებს რომ ამ ერთ წუთით თავი დავანებოთ, ანუ თვითონ ვიღაც მიხვდა რომ იქ რაღაც არასწორად ხდება, რაღაცეები არის გამოსასწორებელი და დაიწყო ეს პროცესი. ასე გამოდის თქვენი საუბრიდან, ხო? გამოსწორებაზე არ ვიცი რამდენად ფიქრობენ ეს ადამიანები, ფაქტია რომ დავით ნარმანიას აღარ ენდობიან და უფრო მეტად სანდო ადამიანები თუნდაც ჩაანაცვლოს ბიდინა ივანიშვილმა ეს ადამიანები. ეს შეიძლება ითქვას რომ არის დავით ნარმანიას რაცა და მერიის ფასადური შელამაზება, მხოლოდ და მხოლოდ რომ რაღაცნაირად მისი უნარობა და ძალიან ბევრი პრობლემა შესაძლებელი რომ იყოს და არჩევნები არ იყოს საჭირო, ნარმანიასაც მოხსნიდნენ ამის თქმაც. სანაია სტუდია დღის 4-ზე. ბატონ სოსო, პრიორიტეტებზე საუბრობდით, უბრალოდ არასწორად დალაგებულ პრიორიტეტებზე თქვენი აზრით დედაქალაქის მერიაში. აი მოდით განვავრცოთ ეს თემა, რას გულისხმობთ კონკრეტულად? გულისხმობ იმას, რომ საქართველოსგან მონოპოლისტებისგან რა არის საქართველოს სოციალური მახინჯის სისტემა, ხო? არის სახელმწიფო აპარატი, არის მონოპოლიური ბიზნესი და ღატაკი მოსახლეობა, მოდით ასე ვთქვათ. არის ესე იგი სავახშო კაპიტალი, პირდაპირ ბანკები, ესე ვთქვათ, რომელიც ფლობენ არაადეკვატურად დიდ წილს იმაში, ეკონომიკაში. მონოპოლისტები, რომლებიც ფასებს თვითონ ადგენენ, დაწყებული საწვავიდან და დამთავრებული წამლებით. და გაღატაკებული მოსახლეობა მომხმარებელი, რომელიც აი ამ თვითმკვდარ სისტემაში ფაქტობრივად ღატაკდება და ღატაკდება ჩვენ საუბრობთ როგორ ხდებოდა დაუშვათ ეკონომიკაში ადამიანები ელემენტარულ რა შემოსავლები ჰქონდათ და ვთქვით იმის შესახებ კრიზისი დაიწყო თუ არა დაიწყო კრიზისი აქაც იმდენ ღია სისტემაა ეს იმიტომ რომ ვთქვი რომ ჩვენ დრო დავკარგეთ კი არა ფაქტობრივად 9 წლის მანძილზე ხდებოდა ბიზნესის დაყაჩაღება ვერ განხორციელდა საქართველოში აი სიღარიბე საერთოდ ზოგადად რესურსიც არის ერთგვარი აი მაგალითად იგივე სამხრეთ კორეაში მოგესწრებათ ღატაკები იყვნენ და ახლა იმ იაფი მუშახელის ხარჯზე და კიდე სხვა უამრავი პროგრესი სახელმწიფო რეგულაციების ხარჯზე რომელიც ნუ ფრიდრიხ ლისტის თეორიის მიხედვით გააკეთეს სხვათა შორის იქ როცა სახელმწიფო პირდაპირ მონეტარისტულ პოლიტიკას კი არ ატარებს არამედ ირიბ და ხანგრძლივმოქმედ ეფექტებზეა ორიენტირებული და საერთაშორისო ბაზარზე თავისი ქვეყნის როლის დამკვიდრებით ამის მაგივრად ჩვენ დავინახეთ ყველაფერი გაყიდეს გააღატაკეს მოსახლეობა, ბიზნესი დააყაჩაღეს. მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა დაუშვათ ამის შემდეგ რა უნდა გაკეთებულიყო? ეს ინერცია სასწრაფოდ უნდა დაძლეულიყო. სხვაშორის კვირიკაშვილი რასაც აკეთებს ახლა, სწორედ ამის გაცნობიერების შედეგია და ძალიან კარგ რაღაცებს აკეთებს, თუ დასწალდა და თუ აცალეს მას და თუ შეძლო იმ რეფორმების განხორციელება, ლაპარაკია ესტონურ მოდელზე და ასე შემდეგ და აღარ გავაგრძელებ. საუბარი რაზეა? პრიორიტეტი უნდა იყოს საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება. ის მილიონზე მეტი ადამიანი, რომელმაც შეიტანა განცხადება, რამდენია ზუსტი ციფრი აღარ მახსოვს, მაგრამ ძალიან დიდი ციფრია, ანუ სოციალურ დაცვაზე. ეს არის წარმოუდგენელი რამ.
ქვეყანაში სადაც 3.700.000 ადამიანი ცხოვრობს, გამოაკლოთ ბავშვები ხო და უშოთ 700-800. ანუ ნახევარი მოსახლეობის ფაქტურად დასრული მოსახლეობის სოციალურ დაუცველობაზე ამბობს, რომ სოციალურად დაუცველობა. ამბობს, რომ ამ გზით უნდა შემოსავლის მიღება და არა სამსახურით. ხო, არა, გასაგები, იმიტომ რომ არ არის. ურთულესი სიტუაცია. იმიტომ რომ ეს ჯერ ერთი მოდით ეს ისიც თქვა, ღიად უნდა ვილაპარაკოთ, რომ რაღაც პარაზიტარიზმიც განხორციელდა, განვითარდა. ჩვენს ფსიქოლოგიაში ერთის მეორეს რომ ობიექტური ვითარებებია. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტი სწორედ უნდა იყოს ძლიერი, განშტოებული ინსტიტუცია უნდა შეიქმნას. არსებულის ბაზაზე არავითარ საბიუჯეტო ხარჯების იმაზე არ არის ახლა ლაპარაკი, ახალ რაღაც შავხრელზე. რომ ავიღოთ ჩვენ ის პრაქტიკა, მაგალითად ისრაელის პრაქტიკა, სადაც ყველაზე მეტი სტარტაპი ფინანსდება მსოფლიოში. რო ვიცოდეთ, ხო? აუაროთ გვერდი ბანკებს, რომელთა ჩართულობის შემთხვევაში ვერაფერი ვერ გაკეთდება პირდაპირ გეუბნებით და სწორედ ეს არის იმის მიზეზი. აი ეს ინერცია რო ვერ დაიძლია მერიაში, ამ ეკონომიკურმა სამსახურმა რო ვერ დაძლია, იმიტომაც იქნებოდა ეს რაღაც სხვა ინსტიტუცია და ასე შემდეგ. აი ეს უნდა დაიძლიოს და თან ეს უნდა გაკეთდეს. სახელმწიფო უნდა მისცეს ამ სტარტაპისთვის. სახელმწიფოს ნება უნდა იყოს, სუბსიდირება უნდა ხდებოდეს სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფო აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ სააგენტოს მეშვეობით, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებიც უნდა იყოს, ეს არ გადაიქცეს რაღაც იმათ ფულის გარეცხვისა და დაუშვათ ასე შემდეგ თამების და კორუფციის წყაროდ. ეს გესახებათ გზად საჯარო სამსახურიდან ადამიანებმა გადაინაცვლონ კერძო სექტორში. რა თქმა უნდა და ეს დრო დავკარგეთ ჩვენ და ახლა როცა ვლაპარაკობთ ოპტიმიზაციაზე ამ ხალხს რას უშვებით ახლა კალბატონმა გულიკომ თქვა რომ და ადამიანის უფლებები დავიცვათ. სად არის ეს ადამიანი, როგორ დავიცვათ? სად არის სამსახურები? დღეს სამსახურის პოვნა საქართველოში ეს მოგეხსენებათ რამხელა პრობლემებთან არის დაკავშირებული, მით უმეტეს გარანტირებული ანაზღაურება სადაც არის. ხო და ამიტომ ყველა მიისწრაფვის სახელმწიფო აპარატისკენ, რომელიც ერთგვარ ერთადერთ ბორტად ერთადერთ ესეთ ღუზად, შველის ღუზად ეჩვენება უკვე ადამიანებს, იმიტომ რომ ბიოლოგიური გადარჩენის წინაშე დგას, ხომ? და იდგა მთელი ამ წლების განმავლობაში მთელი ქართველი ხალხი. რამაც გამოიწვია მისი ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური, მათ შორის ფონის დამძიმებაც აქ საქართველოში. რაშიც მედიას არაკლებს ხელს ახლა და დაუშვათ იგივე ოპოზიციის ტრენდი ოპოზიციონერობისა, რომელიც ჩასაფრები ოპოზიციონერობას აღიქვამს რაღაც კონსტრუქციული წინადადებების გამომუშავებაში და მისლობირებაში. როგორც ეს არის მაგალითად განვითარებულ ქვეყნებში ინგლისი იქნება ეს თუ დაუშვათ იაპონია. არამედ ჩასაფრებაში. და დაუშვათ აი ეს წინ არ წაგვიყვანს ჩვენ. და მე მაგალითად ახლა თუ ახლა ამ კონკრეტულ საკითხზე ვისაუბრებ, ჩვენის ტექნოლოგიური განვითარების ფონდი კარგი სახელია ნამდვილად, თუ ის თავის ფუნქციას შეასრულებს. ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური და ეს მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი ერთ ინსტიტუციაში თუ იქნება, მაგრამ თუ ეს არ იქნება ნარჩენი დაფინანსების პრინციპით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თუ ამას არ გავაკეთებთ, ახლა ინფრასტრუქტურული პროექტებზე სულ იძახენ ინფრასტრუქტურული პროექტები, ფული საიდან მოდის? ეს ხო სესხებია. ჩვენ ხომ უნდა ვაცნობიერებდეთ იმას, რომ 620,000 ადამიანი იხდის საშემოსავლოს ამ საქართველოში. ანუ ხომ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დანარჩენი ფაქტიურად უმუშევარია, ან თვით დასაქმებულია, ან ცხოვრობს დაუშვათ გაურკვეველ შემოსავლებზე, ან სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ცხოვრობს, ხომ? და ეს ბიუჯეტი როგორ დგება, კი ხედავთ. ჩვენ ძალიან სასაცილო ბიუჯეტი გვაქვს, ახლა რამდენი გვაქვს? 3 მილიარდიც არა გვაქვს, ხომ გონდა გადავიყვანოთ დოლარში. დოლარში ნუ გადაიყვანთ ძალიან მძიმე კურსი. ძალიან მძიმე კურსი, ერთი სერიოზული ინგლისური იმის რა ქვია, კლუბის, მაგრამ Manchester United-ს რამდენი აქვს ბიუჯეტი, იმის ბიუჯეტიც არა გვაქვს. აი რო ვიცოდეთ ეს რა მდგომარეობაში ვიმყოფებით. და იმის მაგერად რომ დაუშვათ ჩვენ ახლა ყველანაირი საშუალებით უნდა გამოვნახოთ, ან იაფის ეს ხივიშო, თელმა ქვეყანამ. ეს არის ქალაქმაც ქვეყანაც რომ რაღაცნაირად მოუნახოთ ეს არის კომპლექსური. ეგ არის პოლიტიკა და არა ის ახლა მარგიშვილი მოხსნეს თუ არ მაინტერესებს. ეს არის კომპლექსური საკითხი, რომელსაც ერთი ჭირდება პოლიტიკური ნება და მეორე ჭირდება კარგი გეგმა. შესაბამისად შესაძლოა ეს განხორციელდეს, მაგრამ ესეთი გეგმები არსებობს. თავარია ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ აი ამის გარეშე ჩვენ როგორც ქვეყანას მომავალი არ აგვაქვს. ელემენტარულად არის, ხო ხედავთ ყოველწლიურად რა ხდება? ემიგრაცია მატულობს და ბოლო აღრიცხვა რო იყო არ მჯერა მაინც ეგ.
3,700,000 ხო აგურიცხეს. ხო, შემდეგ მოიმატა. სხვათა შორის არავინ არ სვავს კითხვას ეს 3,700,000 რო აგურიცხეს, აღვირიცხეთ. 3,700,000 ამომრჩევლით არ მივედით არჩევნებზე? კი. საპარლამენტო არჩევნებზე? თელი დავაიყო იქ 700,000 ადამიანი. არა, მაგაში მე უშუალოდ მონაწილეობდი და ვამბობდი ყოველთვის რომ 3,5 ადამიანზე მეტი საქართველოში არ არსებობს. რა არჩევნებმა დაადასტურა, ხო? ახლა საინტერესოა ამ არჩევნებისთვის ამორჩევლთა რა რიცხვით მივდივართ. გესმით რა პრობლემების წინაშე ვართ, აი ჩვენ ვართ პრინციპული პრობლემების წინაშე. და ეს პრინციპული პრობლემები თუ არ გადავწყვიტეთ, ცოტა არ გამოკრისტალდა თითოეული ქართველი ადამიანის საქართველოს მოქალაქის ტვინში რა არის მთავარი პრიორიტეტებზე როცა ვსაუბრობ და რა არ არის, რომ მთავარი არის მაგალითად სატრანზიტო შემოსავლების ინსპექცია მოახდინოთ, სადმიდის ეს ფული დაუშვათ. აგერ იყო ისა სადაც მიდის ესე ცნობილია, მაგრამ აგერ იყო მაგალითად იმის ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენცია, ხო? რომელზეც განაცხადეს ეგერ ამერიკელმა ექსპერტებმა განაცხადეს ჩვენი ექსპერტები ამაზე დუმან, მე ვსაუბრობ ხოლმე ამაზე, როცა მომეცემა საშუალება 2 მილიონი ბარელი რო გადის საქართველოსთან. საქართველოს გზით. რაც ამერიკელმა ექსპერტებმა თქვა, დაახლოებით 2 მილიონი ბარელი. 2004 წლიდან პატივცემულმა მიხეილ სააკაშვილმა იმასთან გახსნა ვინტილი 2004 წელს ილხამ ალიევთან ერთად. საწავიდა ეს ფული. აი კითხვას რომ არსებობს ეგერ შედით ინტერნეტში, Google-ში და ნახეთ სატარიფო ისინი სატრანზიტო ტარიფები. და რა ბატონ ირაკლის და გამიტომ მარგიშვილი კი არა მერიას პორტალზე სხვა თემაზე აბსოლუტურად სხვა თემაზე არა სხვა თემა არ მგონია პრიორიტეტია რო იზრდება ეს მაგრამ შეგვიძლია ეს პრიორიტეტებზე თუ შეგვიძლია კი ბატონო სიამოვნებით თქვენ პირველ რიგში არაერთხელ გაიჟღერა ის რომ თვითონ და მერია იყო ძალიან პოლიტიზირებული და ასე შემდეგ არ ვიცი ხა პოლიტიზირებულში ვირას გულისხმობს ფაქტია რომ გიგი უგულავას დახვდა ძალიან მძიმე თბილისი და მე მართლა მეცინება ხოლმე როდესაც ესენი ლაპარაკობენ ხოლმე ძალიან მძიმე მემკვიდრეობაზე ნაცმოძრაობის ძალიან ყველას კარგად გახსოვს ჩაბნელებული თბილისი საბურავების თბილისი არა დასუფთავება არა გზები არაფერი საერთოდ მერიაში აეწყო სტრუქტურები მართალია რომ ძალიან ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ იყო დარჩენილი თუმცა სისტემები აეწყო და ქალაქი მუშაობდა და საერთოდ არ აინტერესებდა და დღესაც ალბათ არავის არ აინტერესებს ვინ იქნება ალბათ ხელისუფლებაში მთავარია მათთვის საქმე გაკეთეს გზა იყოს სამუშაო ქონდეთ დასაქმებულები იყვნენ მეტი შემოსავალი და სარგებელი ქონდეთ ოჯახში და კარგი არა აქ რაზე იყო ლაპარაკი პრიორიტეტების გადანაწილებაზე აი ზუსტად პრიორიტეტებში როდესაც არის საუბარი რომ თუ მოდის ვინმე მთავრობაში ან დედაქალაქის მთავრობაში ან მთლიანად ხელისუფლებაში რატო ამ მნიშვნელოვანი ეს საკითხი პოლიტიკური ნიშნით იყვნენ თუ არა ადამიანები იქ მიყვანილი ბატონმა სოსომ ხაზი გაუსვა იმას რომ ერთი ნაწილის გაშვება შეიძლება ყოფილიყო სურვილი და თავისი პარტაქტივის მოყვანა და ამან კიდევ უფრო გაართულაო საქმე კონკრეტულად დედაქალაქის მმართველებისთვის. ამიტომ ეს მართლა მნიშვნელოვანი საკითხია. ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით ასაქმებენ თუ ხსნიან საჯარო სამსახურში. და არ ვიცი ხა კონკრეტულად წინა ხელისუფლებაზე თუ გინდათ ვისაუბროთ, მერის თანამდებობის მაღალი პირები, იგივე საკრებულო იქნება თუ ასე შემდეგ, დაწყებული არ ვიცი ქალაქის მერის მოადგილიდან იგივე ტარიელ ხიზანიშვილი იქნება თუ დამთავრებული შიხიაშვილით იყვნენ თუ არა ესენი ნაცმოძრაობის აქტივისტები და გულწრფელად პარტიული ადამიანები, ეს ჩვენ მომსმენელმა გადაწყვიტოს ფაქტია რომ ეს ადამიანები ბოლოში იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები, მათი ლიდერები, მათი გიგი უგულავას წინააღმდეგ ჩვენებების მომცემები და ასე შემდეგ და დღემდე ეს ადამიანები იგებენ მილიონიან ტენდერებს, დღემდე არიან ჩართულები სისტემურ კორუფციაში, რომელიც მერიაში პირდაპირ ყვავის და თუ ამათ ვეძახით ჩვენ ნაცმოძრაობის აქტივისტებს და პოლიტიზირებულ მერიას, კი ბატონო ჩათვალონ თავის დროზე ისინი ხომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ახლა თუ ოცნების მხარდამჭერები არიან, ეს ადამიანისთვის, რომელიც თქვათ არც ერთ პარტიას არ ემხრობა, მისთვის ეს არაფერს არ ცვლის, ხომ ეთახმა? ვინ იყო, აბა მითხარით ნაციონალური მოძრაობის დროს პარტიული აქტივი, შეხიაშვილი იყო საკრებულოს დეპუტატი და საკრებულოში ხდებოდნენ მაშინ მაჟორიტარები პარტიული სიით. არ იყო ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერი, მხარდამჭერი იყო და იყო საკრებულოს დეპუტატი. მერის ტარიელ ხიზანიშვილი პარტიის წევრი. წევრობა რა მნიშვნელობა? პარტიული ნიშნი, წევრობა რა. პარტიული ნიშნი. იყო თუ არ იყო? არა, შეცდომა არავის არ უღიარებია. მუდმივად ისმოდა იმაზე პრეტენზიები, რომ მერიაში იყო შტატები გაბერილი, ჩასმული ყავდათ კოორდინატორები და ასე შემდეგ და იმის ნაცვლად რომ რაც დახვდა დავით ნარმანიას არსებული შტატები, იმის ოპტიმიზაცია გაეკეთებინა თუ ოპტიმიზაციაზე იყო ლაპარაკი,
იმასთან შედარებით, ვიდრე შიხიაშვილის დროს დახვდა, გიგი უგულავას წასვლის შემდეგ იყო მერიაში შტატები, 500 კაცით გაზარდა. და მაშინ როდესაც აპელირებდნენ, ესე იგი, თუ 500 კაცით მეტი იყო საჭირო, შესაბამისად მერიის შტატები გაბერელი არ ყოფილა და ხელოვნურად მაშინ ჩაყრილი არ ყოფილა იქ ნაცმოძრაობის აქტივისტები. ლოგიკა ეს არის. თუ ჩაყრილი იყო და არ იყო ამდენი ხალხი საჭირო, ახლა უბრალოდ ამბობთ, რომ უარესი ხდება. ეს არ გამორიცხავს იმას. ძალიან ცნობილი მაგალითი იყო კახი კალაძის ცოლის ძმა, რომელიც სამსახურის სპეციალურად გააკეთეს და დაყვეს და კამერების შემოჭერაზე გველაპარაკებოდეს სწორედ მაგ პერიოდში და იმ ადამიანს საერთოდ დიპლომიც არ აღმოაჩნდა და ეხლა საერთოდ ქართულ მოსემო როგორ უნდა გველაპარაკოს აქ ნეპოტიზმზე ჩემთვის ძალიან გასაკვირია. რაც შეეხება პრიორიტეტებს, პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ვინც არ უნდა მოვიდეს ახალი ადამიანები, მართალია რომ ეს არის ძალიან ცუდი, ბატონო მოსოსომობ ძალიან, როდესაც ადამიანები მოდიან ხშირად ისე რომ ადამიანი მართლა რომ ანაბანას ისწავლის ელემენტარულ და სამწუხაროდ და ძალიან ბევრია გეთახმებით უცოდინარი ადამიანი და გამოუცდელი ადამიანები, იმის ნაცვლად რომ მოიყვანონ გამოცდილი კადრები და ამ სისტემურ კორუფციას ებრძოლონ, მოყავთ კლავ-და-კლავ ისევ ქართულს მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ. რაც შეეხება კორუფციაზე, მინდა რომ ვილაპარაკო, კორუფცია არის სისტემური ხასიათის და ამაში ჩართულია მთელი სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის ბატონი კვირიკაშვილი, რომელიც გამოიყვანეს, ესე იგი, საჯილდო ადამიანად, რომ თითქოს ცოტა ფასადი გაელამაზებინათ ღარიბაშვილის შემდეგ მთავრობის. კორუფცია იწყება, როდესაც ხდება პროექტების დადება. კვირიკაშვილმა წლის დასაწყისში გასცა განკარგულება, რომ ერთ პირთა მოლაპარაკებით ტენდერების გარეშე ჩაეტარებინა ქალაქ თბილისის მერიას კვლევები და ექსპერტიზები. ანუ მისცემენ ეს ადამიანები კონკრეტულ ფირმას, კვლევებს, ანალიზ პროექტებს, იმ კონკრეტული ფირმის წარმომადგენლებმა იცის რა არის გასაკეთებელი და რა არ არის გასაკეთებელი. თავისი სურვილის შეხედულებისამებრ წერს პროექტებს, შემდეგ აცხადებენ ტენდერებს, სადაც უკვე ფირმა მიცის, როდესაც წერია, თქვათ რომ უნდა ჩადოს 100 ცალი 15 მმ-იანი არმატურა, იცის რომ სინამდვილეში 20 აქვს ჩასადები და კონკრეტულად არგებენ პირობებს, ამიტომ ხდება რომ იგივე ტარიელ ხიზანიშვილი კონტროლის მექანიზმი რა არის. კონტროლის მექანიზმიც ასევე უნდა ყოფილიყო იგივე IP ლაბორატორია, რომელიც უნდა ამოწმებდეს ამ ყველაფერს და IP ლაბორატორიის ჩვენი მსმენელისთვის რომ იყოს ძალიან ადვილად აღსაქმელი ეს ყველა. თქვენ ამბობთ რომ მერიაში ფულის კეთება შეიძლება. მერიაში ფულს ეს ადამიანები აკეთებენ ყოველდღიურად და ამის მაგალითი არის მაგალითად ცნობილი კომპანიები, მაგალითად რუსეთში დაფუძნებული კომპანიები, რომლებიც იგებენ თბილისში ავარიულ კორპუსების გამაგრებებს, გამომდინარე იქიდან რომ ავარიული კორპუსების გამაგრება არის ძალზედ სპეციფიური, მას სჭირდება სამუშაო გამოცდილება და მერია ტენდერში ითხოვს სამუშაო გამოცდილებას და 1 მილიონი ლარის ბრუნვას და ტენდერებს იგებენ 3 დღით და დაფუძნებული კომპანიები. როგორ? და ეს იმიტომ რომ ისინი რუსეთში წარსულში და მომავალში, ახლაც წარსულში და მომავალში ეს შეიძლება მოხდეს, თუ კი არ არის კონტროლის მექანიზმი. ანუ ეს მაშინაც შეიძლება მომხდარიყო ახლაც და ხვალაც მოხდება. ხო? ანუ კონტროლის მექანიზმი არის აქტიური ოპოზიცია, აქტიური მედია, აქტიური არასამთავრობოები და ხანდახან მაინც რომ უსმინოს დავით ნარმანიამ ოპოზიციას და ჩვენ მართლები აღმოჩნდით იგივე მეწარმეობის ხარდაჭერის ცენტრთან დაკავშირებით, როდესაც ვიზახდით რომ ეს არის გასაუქმებელი და ადრე თუ გვიან მოუწევდათ გაუქმება, ხანდახან ოპოზიციას მხოლოდ ეს ადამიანები მოიგებენ და ამდენი დანგრეული გზა, ამდენი მუშაობა, ამდენი მოძრაობა არ იქნება ქალაქში. მინდა ტენდერებთან დაკავშირებით, ტენდერები ეს არსებული კანონის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომელიც იქნა მიღებული თავის დროზე, არის აბსოლუტურად მანკიერი და მორგებული ელიტარულ კორუფციას. არის მორგებული ელიტარულ, ეს გულისხმობდა იმ სქემას, რომელიც არსებობდა საქართველოში, კერძოდ პრივილეგირებულ ფირმებს, ანუ მონოპოლიურ სატენდერო პირობებს. სწორედ ამას გულისხმობდი, ანუ და იმ ფირმებს ის მაშინაც ახლაც და მომავალში მოქმედებს, შესაძლებელია კორუფცია. ხვილს ვერავინ ვერ შეყოფდა იმ ტენდერებში, ყველაფერი იყო ასე ვთქვათ, იმ ტერმინოლოგიას ვიხმარ სლენგს, ასე გაიასნებული. შემდეგ ესე გიგებდნენ გარკვეული კომპანიები, რომელსაც შემდეგ იგივე სლენგით წეწავდნენ. აი ეს იყო მთელი მექანიზმი და გულისხმობდა ეს მექანიზმი ადეიშვილს, მე კაი ხნის განმავლობაში ეს აირია. სამწუხაროდ სისტემური მიდგომა ვერ გამომჟღავდა ჯერჯერობით სხვათა შორის. მინდა ვთქვა, რომ ეს მუშაობა მიმდინარეობს, რამდენადაც მე ვიცი, მიმდინარეობდა, მაგრამ ვერ მოება თავი. იმიტომ რომ ძალიან დიდი სისტემაა აწყობილი ამ სახელმწიფო შესყიდვების კანონთან შესაბამისობაში და ეს ტენდერები გადაიქცა რაღაც ახალ რელიგიად, იმისი არ იყოს, რა ვქვია, ნატოსკენ სწრაფვის არ იყოს. აბსოლუტურად აბსურდულია, ვერაფერი ვერ გაკეთდება, იქნება მუდმივად ესეთი რაღაც სულელური მდგომარეობა, რაღაცა 3 წელია ქართული ოცნება არის საპარლამენტო
უმრავლესობაში. მაგას ძალიან მარტივად სჭირდება შესაბამისი კომიტეტების გავლა და დიდი ხნის სქემაო. ეს თქვი მე რომ უნდა შესაძლებელია მე რატომ არ თვლი ხო არ მithქვია რომ მეც მაგას ვამბობ უნდა შეიცვალოს. უნდა შეიცვალოს გაცილებით მუქნილი სისტემა უნდა იყოს და ადაპტირებული სისტემა უნდა ასეთი მსგავსი სისტემა როცა დაუშვათ რაც გულისხმობს ასევე ჩინოვნიკს ანუ სახელმწიფო მოხელეს. საერთოდ იზოლირებულია ის პროცესისგან რო ავიღოთ რაც ხდება გავლენის მოხდენა არ შეუძლია გარდა კონტროლისა და გარდა იმ კონტროლსაც კიდე მარტო სისტემაზე და კანონზეც არ არის ნება ხშირ შემთხვევაში საჭირო იმიტომ როცა დავით ნარმანია წელიწად ნახევარში მას შემდეგ მერი გახდა 250 მილიონ ლარს აფორმებს ერთ პირთან მოლაპარაკებით აქ კანონი არაფერ შუაში ეს უკვე არის ნება რომ ამ ადამიანებმა ტენდერების გვერდით ავლით ეს არის ოფიციალური სტატისტიკა ნებისმიერი გასაგებია ვინ გეძავებათ გეტყვით მაგაზე ეს ნიშნავს მინიმუმ 10%-ის და მინიმუმ 25 მილიონი ანუ თქვენ ესე კარგად იცით რომ თქვენ ამბობთ შემდეგს ახლა თქვენ ამბობთ შემდეგს რომ ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად ეგრეთ წოდებული 10 არის 10% ხო არა მე ვამბობ იმას რა პრაქტიკას ეყნობით არა ორი პატივცემულობა მომისმინეთ ტენდერის გამოცხადების შემდგომ ეს არის სტატისტიკა, საჯარო ინფორმაცია, როგორც წესი, ფასდა კლება საშუალოდ შეადგენს 9-10%. ეს არის ყოველთვის ეს არის საჯარო ინფორმაცია, შეგიძლიათ ნახოთ სტატისტიკა და მაშინ როდესაც შენ ტენდერს არ აცხადებდა პირდაპირ ერთმანეთთან მოლაპარაკებით. რა თქმა უნდა, ძვირდება და მინიმუმ 10%. გადაუდებელი აუცილებლობებით ის არის წლის განმავლობაში მე მოდი თითო წუთი ჩვენ მეტი დრო არ რჩება, თქვით თუ გსურთ რაიმეს დამატება და შემდეგ ბატონი ირაკლი თქვენს ერთ წუთს მოგცემ. აი ეს განუწყვეტელი ეს ოპონირების რაზეც ვისაუბრე მე სქემა რუსული ატიკტო ტაკოი აი ეს ზუსტად აი მე კი ვაშავდი და შეც ვაშავთ აი ეს არის უკვე ინფანტილური და ყველას ხელში ამოუვიდა მე მგონი პირველ რიგში ეს უნდა გააცნობიეროს ხელისუფლებამ და თუ გააცნობიერებს ამას ნაციონალური მოძრაობა და სხვაებიც ძალიან კარგს იძამენ იმიტომ რომ ამ ოპონირების ამ ტრენდს მიყვებიან სხვაებიც სამწუხაროდ იმიტომ სხვას ვერაფერს იგონებენ შესაბამისად მე რასაც ოპონირება უნდა იყოს საქმიანი და უნდა იყოს ლაპარაკი პრინციპულ საკითხებზე რომელიც სამწუხაროდ ჩვენთან ვერაზგზით ვერ დგება საზოგადოებრივი ცნობიერების დღის შუქზე აი ეს არის ჩვენი ტრაგედია და ჩვენი მთავარი პრობლემა ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ რა პრობლემებია რა პრობლემების გამო ვართ ამ დღეში რომელშიც ვართ და რატომ უარესდება სულ და რატომ ვართ ასე სულ ჩივილის და სახტად დარჩენის მდგომარეობაში ამაზე უნდა ვსაუბროთ და დიახ ატიკტო ტაკოი ეს უკვე არის რა კი ბატონო მაგნატებში შემიძლია გითხრათ რომ ჩვენს მსმენელს ჩვენს მოსახლეობას ნამდვილად არ აინტერესებს ეს ჩვენი პოლემიკა და პარტიული და პოლიტიკური დავები თუმცა ჩვენ ვართ ოპოზიცია ჩვენი მოვალეობაა ვაკრიტიკოთ ხელისუფლება და მერია ვალდებულია რომ ჩვენ მოგვისმინოს მაინც გაითვალისწინებს თუ არა ეს მისი საქმეა, მაგრამ აკეთოს საქმე. ჩვენს რადიო მსმენელს, რომელიც ერთხელ არ ვიცი, მანქანაშიც თუ სახშიც აინტერესებს, რომ იყოს დაგებული გზა, იყოს დასაქმებული, არ შეუმცირდეს შემოსავლები, არ გაუფასურდეს ლარი. ინფრასტრუქტურული პროექტები კიდევ უფრო მეტი იყოს თბილისში, ვიდრე აქამდე ყოფილა ოდესმე და არ შემცირდეს ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მათი შემოსავლები გაიზარდოს და ერთჯერად დახმარებებზე და სუბსიდიებზე კი არ იყოს დამოკიდებული, ამიტომ ამის მაგივრად თქონდეს ღირსეული დასაქმება, რომ მან თვითონ შეძლოს ხელფასის აღებაც, ბავშვისთვის საჭმლის ყიდვა, წამლის ყიდვა, კომუნალური ვაუჩერის აღებას. დიდი მადლობა ირაკლი ნადირაძე და სოსო მანჯავიძე საკრებულოს წევრები იყვნენ ჩვენი სტუმრები. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულებული აქვს. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობთ. სანაია სტუდია დღის 4-ზე